დილამშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტურ ენაზე თარგმანით. ჩვენ ადამიანზე ვსაუბრობთ და წარმოვიდგენთ ადამიანს როგორც ერთ მთლიან განუყოფელ ორგანიზმს. მაგრამ აი ამ მთლიანობას ქმნის უამრავი ქსოვილი, უჯრედი, სისტემა და ასეთ შემთხვევაში მათი ურთიერთობა არის გადამწყვეტი, ჰარმონიული ურთიერთობა. როდესაც ჩვენ ვიწყებთ მოძრაობას, არ ვფიქრობთ, რა ფუნქციას ასრულებს ჩვენი ძვალი, კუნთი, სახსარი, მაგრამ ამ მოძრაობაში აუცილებელია სწორედ მათი ჰარმონიული ურთიერთობა და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ კუნთების ჯანმრთელობა, კუნთების მდგრადობა, განვითარება, გამძლეობა, არა მხოლოდ მასა, რომელზედაც როგორც წესი ტრადიციულად მახულდება ხოლმე ყურადღება, არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ჩვენი ჯანმრთელობისთვის, იმ წონასწორობისთვის, რომელსაც ჯანმრთელობა ჰქვია. დღევანდელი ჩვენი გადაცემა არის იმ კვირეულის ფარგლებში, რომელსაც კუნთის ჯანმრთელობის ცნობადობის კვირეული ჰქვია და ჩვენ ვისაუბრებთ დღეს ჩვენი გადაცემის მეგობართან ერთად, რომელიც გახლავთ ბავშვთა ნევროლოგი პროფესორი ქალბატონი თეონა შათერიშვილი. თეონა, დილამშვიდობისა, მოგბრძანდით. მოგესალმებით. როდესაც ჩვენ სხვადასხვა თემაზე ვსაუბრობთ ხოლმე წლების განმავლობაში, ჩვენ უპირველეს ყოვლისა ვითვალისწინებთ ბავშვის ნერვული სისტემის თავისებურებას. ჩვენ ვსაუბრობთ ცალკეულ დაავადებებზე და ზოგად პრობლემებზე, თუმცა ჩვენ დღეს ვსაუბრობთ კუნთების სისუსტესა და განლევაზე ბავშვებში. ეს რა მდგომარეობაა და რამ შეიძლება განაპირობოს, რა პრობლემამ შეიძლება მიიყვანოს ორგანიზმი ისეთ მდგომარეობამდე, როდესაც ბავშვს აქვს კუნთების სისუსტე და მერე უკვე თვალშისაცემი ხდება კუნთების განლევაც. კუნთების სისუსტე ბავშვთა ასაკში ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ჩივილია და უმრავლეს შემთხვევაში არ არის სერიოზული სამედიცინო პრობლემა. კუნთის სისუსტე შეიძლება ბავშვმა იგრძნოს ვირუსული ინფექციის დროს, ფიზიკური დაღლის დროს, ემოციური სტრესის დროს და ასე შემდეგ, მაგრამ ეხლა ჩვენ ვსაუბრობთ ისეთ კუნთთა სისუსტეზე, რომელსაც მივყავართ გარკვეულ დიაგნოზამდე, გარკვეულ პრობლემამდე და ესეთი პრობლემები არც თუ იშვიათი არის ბავშვთა ნევროლოგიაში. თუმცა მანამ სანამ პათოლოგიაზე ვილაპარაკებთ, აუცილებელი უნდა გავუმარტოთ ეს ტერმინები, იმიტომ რომ ხშირად კუნთთა სისუსტე, ასევე ჰიპოტონია, კუნთების განლევა მსმენელისთვის თითქოს ერთი ტერმინია. ამ დროს ესენი აბსოლუტურად განსხვავებული მიმართულებით გვხვდება. მაგალითად, თუ ჩვენ ვისაუბრებთ თუ რა არის კუნთთა სისუსტე, კუნთთა სისუსტე არის ძალის დაქვეითება, ხო? ძალის დაქვეითება, რომელსაც ამ შემთხვევაში პაციენტი ბავშვი მაქსიმალურად გენერაციას უკეთებს ძალას და ჩვენ ხვდებით, რომ მისი აქტიური კუნთის შეკუმშვა არც ისე კარგად გამოიყურება. მაგალითად ხელის მოჭერისას. მაგალითად ხელის მოჭერის დროს. როცა ჩვენ ვსაუბრობთ კუნთთა ჰიპოტონიაზე, როდესაც კუნთის ტონუსი დაქვეითებულია, ამ შემთხვევაში ჩვენ კუნთთა ჰიპოტონიას ვზომავთ, როდესაც პასიურად შევეხებით კუნთს და ვნახულობთ, რომ მათი ტონუსი არც ისე კარგი არის. ხოლო როდესაც ვსაუბრობთ კუნთის განლევაზე, კუნთის განლევა უკვე არის შედარებით შორწასული პროცესი, როდესაც ხდება პათოლოგია, როდესაც კუნთი ზიანდება, მისი აღდგენა გარკვეულწილად არ მოხდა, ამიტომ ქრონიკული პროცესის შედეგად ვიღებთ უკვე კუნთის მოცულობის შემცირებას, ზომაში შემცირებას კუნთის. რაც უკვე თვალში საცემი ხდება, მაგრამ ის არ ხდება დამოუკიდებლად, აუცილებლად მას წინ უძღვის გარკვეული პრობლემები, გარკვეული კლინიკური გამოვლინება, რასაც უკვე თვეების, კვირეების ან წლების შემდეგ სახეზე ვხედავთ უკვე კუნთის მასის შემცირების სახით. ჩვენი დრო რა კი შეზღუდულია, მე ვცდილობ ბევრი კითხვა დავსვა ხოლმე მოკლე დროში. როდესაც მაგალითად კუნთის განლევა იწყება, ამას არ ჭირდება ხშირ შემთხვევაში სამედიცინო განათლება, რომ ხილული ცვლილებები აღმოვაჩინოთ ადამიანის სხეულზე და მით უფრო როდესაც ბავშვზე ალაპარაკი, ჩვენ ხო განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს მის მიმართ. მაგრამ როდესაც სისუსტე უძღვის ამას წინ, გარდა იმისა, რომ
თქვენთან უშუალოდ ვიზიტის დროს თქვენ გაქვთ პროფესიული სამარჯვები ეს შეაფასოთ. ოჯახის პირობებში როგორ შეიძლება პირველად გაჩნდეს ეჭვი, რომ ბავშვს კუნთის ძალა არ ყოფნის და უკვე შემდეგ ეს გახდეს საბაბი იმისთვის, რომ იმართოს ექიმს. განსხვავებული დაავადებების დროს კუნთთა ჰიპოტონია სხვადასხვა ასაკში გამოვლინდება. ის შეიძლება იყოს დაბადებისთანავე თვალსაჩინო, შეიძლება განვითარდეს სიცოცხლის პირველივე თვეებში, ან შეიძლება განვითარდეს სიცოცხლის პირველ წელს. აი ხა ჩვენ რაზეც გვინდა ყურადღება გავამახვილეთ, რომ კუნთთა დისტროფიები, რომლის უმრავლესობა იწყება დაახლოებით 2 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებში, რომლებიც დაიბადნენ აბსოლუტურად ნორმის ფარგლებში, არ ქონიათ არანაირი გართულება. ასეთმა ბავშვებმა შეიძლება დაიწყონ აბსოლუტურად ნორმის ასაკში სიარული, ან დააგვიანონ რამოდენიმე თვე დამოკიდებული სიარულის დაწყებას. დაახლოებით საშუალო ასაკი კუნთოვანი პათოლოგიის განვითარების, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ კუნთთა პროგრესულ დისტროფიებზე, არის 2 წელიწად ნახევარი. თუმცა დიაგნოზის დასმას გარკვეული დრო ჭირდება, იმიტომ რომ შესაძლებელია რომელიმე მშობელმა სწრაფად აღიქვას ეს ჩივილი პრობლემად, შესაძლებელია ცოტა დააგვიანდეს და ძალიან ხშირად მიმართავენ ისეთ მეთოდებს, როგორიც არის რეაბილიტაცია, თითქოს მასაჟი, ვარჯიში, სპორტი და გარკვეული დრო ჭირდება ამას, რომ მისთვისაც ეს აღსაქმელი იყოს პრობლემა და დიაგნოზი აგვიანებს. დაახლოებით თავისი გენეტიკურად დადასტურებული შემთხვევები 4 წელიწად ნახევრის ასაკში უკვე დასტურდება საშუალოდ. ანუ გარკვეული გზა დიაგნოზის ვერიფიცირებამდე აუცილებლად ჭირდება როგორც მშობელს, ასევე ექიმს. როდესაც თქვენ ბრძანებთ დიაგნოსტიკა გარკვეულ პერიოდს გულისხმობს, დადგა ეს მომენტი და დაიცვა დიაგნოზი. შემდეგ რა ხდება? იმიტომ რომ ყველაზე მნიშვნელოვანი, როდესაც საუბრობთ ამა თუ იმ პრობლემის მართვაზე, არის პერსპექტივა. მშობლები დარწმუნებული ვარ ამ კითხვას დღეში რამდენჯერმე გისვამენ მთელი თქვენი პროფესიული საქმიანობის მანძილზე. რა თქმა უნდა, ნებისმიერი მშობლისთვის არის რთული მისაღები ყოველთვის ბავშვის დიაგნოზი, როგორი მსუბუქიც არ უნდა იყოს თავის შინაარსით. მით უფრო, როდესაც ვლაპარაკობთ კუნთების განლევაზე, მოდით უხეშად გამოვიყენებ ამ სიტყვას, ეს არის ძალიან რთულად მისაღები მშობლისთვის და იმის გააზრება, როგორი იქნება ჩემი შვილის ცხოვრება. ბავშვები რომ ხტუნავენ, ის შეძლებს, ბავშვები რომ ფეხბურთს თამაშობენ, ის შეძლებს, უამრავი კითხვა არის და შესაბამისად აინტერესებს, როგორ უნდა განვითარდეს მოვლენები, რა პერსპექტივა, რა პროგნოზია, რა შესაძლებლობებია თანამედროვე მედიცინისათვის. თვითონ გენეტიკური პასუხის მიღების შემდეგ დგება ახალი ეტაპი. ოჯახის ცხოვრებაში, მაშინ როდესაც მათ უნდა გააცნობიერონ ის მდგომარეობა და ის დიაგნოზი, ის პრობლემა, რა პრობლემის წინაშეც ოჯახი დგას. თუმცა ექიმმა ამ შემთხვევაში მას უნდა დაეხმაროს, რომ სწორად მოხდეს შეფასება მისი დიაგნოზის, უნდა მიზანმიმართულად ესაუბროს იმ ჭეშმარიტებაზე, რა ჭეშმარიტების წინაშე ჩვენ ვდგებით დიაგნოზის შემდეგ, თუმცა აქვე უნდა აღვნიშნო, ანუ შეულამაზებლად ამას გულისხმობ? აუცილებელია, რომ სწორად იმ მონაცემებით, იმ რეკომენდაციებით, რაც იმ დროისთვის ექიმს გააჩნია, იყოს თავიდან ბოლომდე მიწოდებული ინფორმაცია. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ერთი და იგივე დიაგნოზი სხვადასხვა პაციენტის შემთხვევაში შეიძლება აბსოლუტურად განსხვავებულად მიმდინარეობდეს. შესაძლებელია, რომ ვიღაცასა მიდიოდეს მსუბუქად, ვიღაცასა მიმდინარეობდეს საშუალოდ და მძიმე მიმდინარეობით. ამიტომ იმედი არასდროს უიმედოდ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ოჯახი და პაციენტი იყოს ამ შემთხვევაში, რომ ბევრი დაავადებები, ბევრი გენეტიკური დაავადებები, ის დაავადებები, რომელიც მიდის კუნთოვანი სისუსტით, რომელიც მიდის კუნთთა განლევით, ატროფიით და ასე შემდეგ, დღეს უკვე მათი მართვა შესაძლებელია და ყოველწლიურად ჩვენ ხვდებით, რომ ამერიკის სურსათისა და წამის სააგენტო ყოველდღიურად არეგისტრირებს მედიკამენტებს, რომელიც შეიძლება რომ გამოყენებული იქნას ზუსტად კუნთოვანი პრობლემების გამო. მიუხედავად იმისა, რომ ეს წამები ძალიან დიდი გამოწვევაა ჩვენარი ქვეყნებისთვის, არის შესაძლებლობა, არის იმედი იმისი, რომ
თქვა ჩვენ პაციენტებშიც ეს წამები გამოვიყენდეთ და შენ იცი მარი რომ ჩვენ წინა შეხვედრებზე სულ საუბრობდით სპინალურ კუნთოვან ატროფიებზე ამ მედიკამენტზე დღეს ჩვენი პაციენტები ამ მედიკამენტებით მკურნალობენ და მათი სიცოცხლე დღეს გახანგრძლივებულია და ბავშვებს რომელსაც კარგად 2 წლამდე დღეს 4, 5, 6 წლის არიან. ასევე არის სხვა კუნთოვანი პათოლოგიების დროსაც, მაგალითად ჯუშენის კუნთა პროგრესული დისტროფიის დროს დღეს საქართველოში დარეგისტრირდა 3 წამალი ექსონის ამომგდები მედიკამენტები, რომელზეც ძალიან დიდი იმედებს ვამყარებთ ჩვენ, რომ პაციენტები მიიღებენ ამ მედიკამენტებს და შეძლებენ მკურნალობას. თუმცა არიან ისეთი გენეტიკური პათოლოგიები, რომლის საწინააღმდეგო მედიკამენტი ჩვენ არ აქვს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მათი მკურნალობა ამ დიაგნოზების მართვა, პაციენტების მოვლა, არაფარმაკოლოგიური მკურნალობა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ სულ საუბრობთ მულტიდისციპლინურ მიდგომაზე პრობლემის და მულტიდისციპლინურ გუნდზე, სადაც არიან ექიმები ჩართული და მეთვალყურებას უწევენ ამ პაციენტებს. მეთვალყურებას უწევენ იმ ჩონჩხოვან პრობლემებს, რომელიც ზუსტად იმ კუნთის სისუსტის გამო მოდის. მეთვალყურებას უწევენ კვების პრობლემებს, რადგან ჩვენ ვიცით, რომ ყლაპვა, წოვის რეფლექსი, ზუსტად ამ სისტემაში მონაწილე კუნთებიც კი სუსტი აქვთ ამ ბავშვებს, ამიტომ კვებითი პრობლემები აუცილებლად მოდის და ასე შემდეგ. აქ არის პრობლემები, რომელიც უკავშირდება რეაბილიტაციას, პრობლემები, რომელიც უკავშირდება გასტროენტეროლოგიურ პრობლემას და ზუსტად აი ასეთმა მულტიდისციპლინურმა გუნდმა დღეს ნერვკუნთოვანი დაავადების და კუნთა სისუსტით დიაგნოსტირებული პაციენტების სიცოცხლე მკვეთრად გაახანგრძლივა. და როდესაც ჩვენ საუბრობთ მულტიდისციპლინურ მიდგომაზე, როდესაც ჩვენ საუბრობთ შესაძლებლობაზე მედიკამენტების მიღმა. რამდენად მნიშვნელოვანია აქ დროში გაწელილი ზედამხედველობა და როგორი იცვლება ეფექტიანობა, მაგალითად, როდესაც ერთდროულად რამდენიმე მიმართულება არის თანმიმდევრულად წლების მანძილზე ჩართული და როდესაც გვაქვს წვეტა და არ გვაქვს შესაძლებლობა, რომ მაგალითად იგივე რეაბილიტაციის კომპონენტები აქტიურად გამოვიყენოთ. ამას აქვს უზარმაზარი მნიშვნელობა არა მხოლოდ სამედიცინო თვალსაზრისით, არამედ სოციალური თვალსაზრისით, იმიტომ რომ ნებისმიერი პრობლემა, რომელიც ჩვენ შვილებს აქვთ, არის დიდი ფსიქოემოციური გარდა სამედიცინო ტვირთი და აქვს თავისი სოციალური დატვირთვა, იმიტომ რომ აქ მოძრაობის შეზღუდვებზე, განვითარების სირთულეებზე და მრავალ სხვა საკითხზე ვსაუბრობთ და რამდენად მნიშვნელოვანია ოჯახებისთვის ამ დროს მხარდაჭერა იმისთვის, რომ ბევრი სპეციალისტი ერთად მუშაობდეს, ეს შეიძლება იყოს გადამწყვეტი ამ ადამიანების ელემენტარულად ადაპტაციისთვის, იმიტომ რომ ბავშვი იქნება უფრო მეტად ადაპტირებული და მორგებული რეალობას, თუ ნაკლებად ამაზეა დამოკიდებული. და რომელი სპეციალობები იყრის თავს არამედიკამენტური მკურნალობა, როდესაც არის გადამწყვეტი? ზოგადად ნევრკუნთოვანი დაავადების მართვაში ჩართულია ბევრი სპეციალისტი, მათ შორის არის კარდიოლოგი, იმიტომ რომ ასეთ ბავშვებს აქვს რითმის დარღვევის პრობლემები, აქვთ კარდიომიოპათიის რისკები, კუნთოვანი ორგანოა. ასევე მათ მართვაში მონაწილეობს, როგორც ვთქვით, ნუტრიციოლოგი, გასტროენტეროლოგი, ასევე რესპირატორული სპეციალისტი, რომელიც უზრუნველყოფს ისეთ პრობლემების მოგვარებას, როგორიც არის ღამის განმავლობაში ძილის აპნოეს მართვა, ისევე როგორც ამოხველების, სუნთქვის პრობლემები, ჭირდება თუ არა ამ პაციენტებს დამხმარე ვენტილაცია და ასე შემდეგ. აუცილებლად გუნდში მონაწილეობს ფსიქოლოგი, ოჯახის ფსიქოლოგი იმისათვის, რომ მოხდეს ამ პრობლემასთან სწორი ადაპტირება, მშობლებმა და პაციენტებმა შეძლონ ცხოვრების გაგრძელება სწორად და მათი ემოციური რესურსის, მათი ფიზიკური რესურსის სრული ოპტიმიზაცია მოხდეს და აუცილებლად უნდა მოხდეს ინტეგრაცია სოციუმში, უნდა მოხდეს სოციუმის ადაპტირება და აი ამ პრობლემასთან მაქსიმალურად კარგი ცხოვრების ხარისხით სიცოცხლის გაგრძელება. თავიდან დავიწყეთ სამედიცინო საკითხებზე საუბარი, დავიწყეთ შესაძლო რისკებზე საუბარი, მივედით კონკრეტულ დაავადებებთან და მათი გადაჭრის, უბრალოდ უკეთესი მართვის შესაძლებლობებთან, მაგრამ თქვენი ბოლო ფრაზა აღმოჩნდა ზუსტად ის გადამწყვეტი, ის შემკვრელი წინადადება, რომლითაც მე მინდა რომ დავასრულოთ თქვენთან საუბარი, თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი გამოყავით საზოგადოების დამოკიდებულება და საზოგადოების როლი იმ
იმიტომ რომ ჩვენ ვართ სოციალური არსებები და ასაკის და დიაგნოზის მიუხედავად, ყველა ჩვენი მახასიათებლის მიუხედავად ჩვენ გვჭირდება სოციალური ადაპტაცია, ჩართულობა სოციალურ ცხოვრებაში, მე რა რომ კუნთები არ გვემორჩილება, მე რა რომ კუნთებს სისუსტე აქვს, ან კუნთებს განლევა. ჩვენ ზუსტად ისევე ვიმსახურებთ სოციუმში ადგილს, როგორც ყველა ის ადამიანი, ვისაც მსგავსი პრობლემები არ აქვს და მნიშვნელოვანი იყო, რომ სწორედ ამითი დაგვესრულებინა. მადლობას მოგახსენებთ დღევანდელი სტუმრობისთვის. მაყურებელს შევახსენებთ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლდათ ბავშვთა ნევროლოგი პროფესორი ქალბატონი თეონა შათირიშვილი. მე არ გემშვიდობებით, წინ კვებით შუქნიშანი გველოდება. კვებითი შუქნიშანი, რომელიც სამფერი წახნაგით არის ყოველთვის ჩვენს გადაცემაში, არ გულისხმობს მხოლოდ 3 ტიპის რეკომენდაციას. დღევანდელი ჩვენი რეკომენდაცია გარკვეულწილად წინააღმდეგობრივია. წინააღმდეგობრივია იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩვენ ვეცდებით საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპის მიუხედავად სხვა ყურადღების წერტილები შემოგთავაზოთ. მაგალითად, როდესაც კუნთების ჯანმრთელობაზე ვსაუბრობთ და კუნთების მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, რა ფიქრი მოგვდის თავში? უპირველეს ყოვლისა, მაგალითად, ცილოვანი კვების გაძლიერება. დიახ, ეს არის ის სტერეოტიპი, რომელიც მუშაობს ყველა ქვეყანაში, გარწმუნებთ, ყველა საზოგადოებაში, ყველა ასაკობრივ ჯგუფში და სხვადასხვა ინტერესის მიუხედავად ადამიანთა სხვადასხვა სოციუმში. იქნება ეს სპორტით გატაცებული, ჯანმრთელობით გატაცებული თუ მრავალი სხვა საკითხით დაინტერესებული პირებისთვის. დიახ, სტერეოტიპი, რომელიც ნიშნავს იმას, რომ კუნთს სჭირდება ცილა, თუ გვინდა კუნთი გქონდეს ჯანმრთელი, თავარი არჩევანი უნდა იყოს ცილა. და ამ დროს გვავიწყდება, რომ ხშირ შემთხვევაში ცილოვანი დატვირთვა, ცილოვანი უკმარისობის მიზეზი შეიძლება გახდეს. რომ ცილოვანი დატვირთვა ცხიმის დაგროვების წინაპირობა შეიძლება გახდეს. ცილოვანი დატვირთვა აზოტნაერთების დატვირთვის წინაპირობა შეიძლება გახდეს თავის მხრივ თირკმლისთვის რისკით და ასე შემდეგ და მრავალი სხვა ფაქტორით. არადა, როდესაც ჩვენ საუბრობთ კუნთის მდგომარეობაზე, არ არის საკმარისი კუნთის ჯანმრთელობისათვის მხოლოდ მოცულობით წარმატებული კუნთი. მნიშვნელოვანია, როგორი ძალა და გამძლეობა აქვს კუნთს და სწორედ ამას უკავშირდება ჩვენი როგორც ცალკეული კუნთის, ასევე მთლიანი სისუსტე. და აი ამ ფაქტორების გათვალისწინებით ჩვენ არ შეგვიძლია ვახსენოთ მთავარ ინსტრუმენტად ცილა, რატომ? იმიტომ რომ ნახშირწყალი ჭირდება კუნთს გამძლეობისათვის და არა ცილა. გარდა ამისა, აღმოჩნდა რომ ცილა ნახშირწყალთან და ცხიმთან კომბინაციაში უნდა ქმნიდეს გარკვეულ წონასწორობას იმისათვის, რომ კუნთისთვის სასარგებლო აღმოჩნდეს თავად ცილის შემადგენლობაში არსებული ამინომჟავები. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორია კუნთის ჯანმრთელობისათვის სისტემატურად ჟანგბადით მომარაგება, რომელიც არც ცილას შეუძლია ასე იზოლირებულად, არც ნახშირწყალს, არც ცხიმს. აუცილებელია რკინა, ბეჯგუფის ვიტამინები და ის მინერალები, რომელიც საჭიროა რკინასთან ურთიერთობაში, მაგალითად სპილენძი, მაგალითად თუთია, მაგალითად კალციუმის და რკინის სწორი ურთიერთობა და არა წინააღმდეგობრივი. არ უნდა დაგვავიწყდეს C ვიტამინის როლი, იმიტომ რომ რკინამ თავის საქმე რო შეასრულოს, აუცილებლად გვჭირდება C ვიტამინი და უამრავი სხვა ფაქტორი, რომელიც საკმაოდ დიდ დროს წაგვართმევს. გაგახსენებთ ეგრეთ წოდებულ ანტიოქსიდანტებს, ანტიდამჟანგავებს. არ უნდა დაგვავიწყდეს მათი როლი, განსაკუთრებით E ვიტამინის და სელენის როლი, როდესაც ჩვენ კუნთებზე და ჯანმრთელობაზე ვსაუბრობთ. ჩამონათვალი შეიძლება უსაშუალოდ გავაგრძელოთ, მაგრამ თავარი, რაც მე დღეს მინდა გითხრათ, თუ გვინდა ჩვენ ვისაუბროთ გამართულ კუნთურ სისტემაზე, აუცილებლად უნდა გაუფრთხილდეთ გულს, მოვუსმინოთ გულს, იმიტომ რომ თავარი რიტმულად მომუშავე კუნთი ჩვენს ორგანიზმში სწორედ გულია. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, როდესაც კვებასთან მიმართებაში კუნთებზე ვსაუბრობთ, ნებისმიერი პრობლემა, რომელიც კუნთურ სისტემას უკავშირდება, შეიძლება ღეჭვის, ყლაპვის სირთულეებთან იყოს დაკავშირებული, ან გამჟღავნდეს როგორც ყლაპვის სირთულეები. ასეთ შემთხვევაში ლუკმის გადაცდენის რისკი, კუჭის დაცლის შეფერხება, ნაწლავის ტალღოვანი მოძრაობა, ყველაფერი შეიძლება შეფერხდეს, რაც
თავის მხრივ დამატებით პრობლემებს ქმნის, მაგალითად ყაბზობის სახით, მაგალითად მადის დაკარგვის სახით, მაგალითად ზოგადად კვების შეფერხების სახით. ამიტომ კუნთური სისტემა და კვება ერთმანეთისგან დისტანცირებული კი არა, ძალიან მჭიდროდ დაკავშირებული საკითხებია. არ არსებობს სწორი კვების გარეშე ჯანმრთელი კუნთური სისტემა და რომ ჯანმრთელი კუნთური სისტემა უზრუნველყოფს ბალანსირებულ კვებას. ეს არის ის კანონზომიერება, რომელიც ალბათ დღევანდელ გადაცემასთან მიმართებაში ყველაზე აქტუალურია, არა მარტო მხოლოდ დღეს, არამედ ზოგადად. მე ამით გემშვიდობები, ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებთ.